ხელოვნება, კულტურა, სპორტი, განათლება, უცნობი და ნაცნობი ისტორიები, საინტერესო ადამიანები ჯვარის ხმაზე. Ჩემი ხმა ისმის აქ, მარიამ შეროზიასთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ ჯვარის ხმას, სტუდიაში თქვენთვის მარიამ შეროზია ვმუშაობ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული მასწავლებელი წალენჯიხიდან, რომელსაც უკვე მთელი საქართველო იცნობს და მთელი რაიონი ვამაყობთ მისით. ციცი ჭანტურიაა ჩვენი გადაცემის სტუმარი, საგამომშვიდობის ქალბატონო ციცი, მადლობა რომ დაგვიწვეთ დრო ესეთ დაწვრთულ რეჟიმში გამონახეთ და ხარ ჩვენი სტუმარი. საგამომშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. სასიამოვნო არის ყურადღება, თუნდაც ასეთი და მადლობა თქვენ. მე კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს პირად და თქვენს ასე ვთქვათ პედაგოგიურ საქმიანობაში. ქალბატონო ციცი, ჩვენ რომ ძალიან შორიდან დავიწყოთ საუბარი, როგორ გახდით მასწავლებელი და ვინ იყო თქვენი ინსპირაციის წყარო, ესე ვთქვათ, რომ აგერჩიათ ეს გზა? მასწავლებლობაზე მიფიქრია ბავშვობიდან, ნამდვილად. როდესაც ავირჩიე, უცხოენების მიმართულებით მინდოდა თავიდანვე არ მიფიქრია სხვა მიმართულებაზე. და როდესაც მე სკოლაში ვსწავლობდი, იყო უნდა აგერჩია რომელი განხრით მიდიოდი და მე ჰუმანიტარული განხრა ავირჩიე და შემდეგ ვსწავლობდი ვარ ამ სფეროში დღემდე. ბავშვობაში სხვათა შორის ვთამაშობდი მასწავლებლობას და ჩემს მოსწავლეებსაც ხშირად მოყვები ხოლმე ამას, რომ ყავდა ცნობილი ადამიანები მოსწავლეებად. გაზეთებიდან ამოღებული სახელები, მაშინ გაზეთები უფრო მეტად და ტელევიზორში ორი არხი იყო სულდაიკი, ტელევიზიაც მოკრავდი ყურს ჟურნალში სიას შევქმნიდი და ესენი მოჩვენი მოსწავლეები, რომელთაც ვაფასებდი სკოლიდან მოვიდოდი და მეც ჩემი პატარა კლასი მქონდა. სადაც ის პატარა, ასე ვთქვათ, მინი სპექტაკლებით მქონდა, სადაც მე ვიყავი მასწავლებელი, მყავდა მოსწავლეები, ვაფასებდი ჟურნალში, როგორც ჩვენს ბავშვობაში იყო, ეხლა ელექტრონული ჟურნალი არის და სულ სხვა შეფასების სისტემა გვაქვს, მაშინ როგორც მქონდა, აი ამ ფორმატში იყო ჩემი პატარა თამაშობებიც. შემდეგ უკვე სკოლა რომ დავამთავრე და ჩავირიცხე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, დასამთავრების ენერგიისა და ლიტერატურის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, ანგლისის მიმართულებით. სიმართლე გითხრათ, არც ვფიქრობდი მაშინ, იმიტომ რომ მასწავლებლის პროფესია არ იყო მაინც და მაინც დაფასებული, უნდა ვთქვა ეს დაფასებული იმთავრებდა, რომ ენთუზიაზმზე მუშაობდნენ მასწავლებლები და დრო იყო. ცუდი, ამიტომ არ მიფიქრი ამაზე, უნდა ვთქვა, მაგრამ ალბათ შინაგანად ყოველთვის მინდოდა. შემდეგ უკვე უნივერსიტეტი, როდესაც დავამთავრე, დავიწყე კერძო მოსწავლეებთან მუშაობა და აი რაღაცნაირად მომწონდა ეს საქმიანობა, მაგრამ სკოლაში არ იყო მაშინ ცოტა რთული პერიოდი მეტ გავაჯახურა და ამიტომ არ მიფიქრია დასაქმებაზე მიმართულებით უფრო. მაგრამ როდესაც ბოლო კურსზე უკვე ჩემს სკოლაში ვატარებდი გაკვეთილებს, ძალიან მომეწონა ეს. მაგრამ მაინც არ მიფიქრია იმაზე, რომ შემდეგ მე მასწავლებელი გავხდებოდი და სკოლაში დავიწყებდი მუშაობას. გავიდა რამდენიმე წელი, გავთხოვდი, აი გამოვედი წალენჯიხაში და ძალიან მალე დავიწყე სკოლაში მუშაობა, წალენჯიხის ნომერ 2 საჯარო სკოლაში და აი უკვე აი მართლა ისე გავითავისე და შევიყვარე ჩემი საქმიანობა და იმდენად მავსებს და აი თუნდაც რთული პერიოდები, როდესაც მიდგას ჩემს პირად ცხოვრებაში, როდესაც სკოლაში შევდივარ და შევაღებ სკოლის კარებს და ჩემს მოსწავლეებს შევხვდები, უკვე ყველაფერი მავიწყდება აბსოლუტურად ვარ იქ თავიდან ბოლომდე და არ ვარ სხვაგან. გულწრფელად ვამბობ ამას და ძალიან დიდი ბედნიერება არის ბავშვებთან მუშაობა, ჩემთვის ეს ასე არის ნამდვილად. პირველი გაკვეთილის ემოციები თუ გახსენდებათ, როცა შეავეთ კლასის საკლასო ოთახის კარები? დიახ, მახსენდება. სხვათა შორის მომილოცეს ამ ბავშვებმა გამარჯვება და ეს იყო რაღაც ყველაზე ძვირფასი მილოცვები მაგათგან ამდენი წლის მერე და სხვათა შორის მითხრეს კიდეც, რომ აი მას ჩვენ
ვიყავით თქვენი პირველი მოსწავლეები გახსოვთო და მახსოვს რა თქმა უნდა. აი პირველად კლასში, როდესაც კარი შევახე, დამხდა 30 ბავშვი. შეიძლება მეტიც. და აი ეს შემეშინდა, ვიყავი ალბათ ესე 26-27 წლის მეტის არა. საკმაოდ ახალგაზრდა და აი ვიფიქრე, რომ აი ამდენ ბავშვს მე უნდა ვასწავლო, ხო? და თან გამოცდილება არ მქონდა არანაირი ნდობა. მაგრამ მოხდა ძალიან კარგი რამ მიმიღეს. თავიანთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მასწავლებელი, მაგრამ როგორც მეგობარი. და ჩვენ ასე მეგობრულად შევუდექით მნიშვნელოვან გზას და ბევრი თაობა, საკმაოდ ბევრი თაობა ამ 18 წლის მანძილზე ძალიან წარმატებულად ვიტყვი რომ გავაცილებ და ვეღარ ვარ. აი, რომ აღწეროთ თქვენი ერთ გაკვეთილი, როგორი არის თვითონ პროცესი? დიახ, პროცესი რა თქმა უნდა ყოველთვის არის ყველა გაკვეთილი სხვადასხვანაირი არის, რა თქმა უნდა. არც ერთი არ გავს ერთმანეთს, იმიტომ რომ მოსწავლეები არიან ძალიან აი ნამდვილები. და მე ყოველთვის ვცდილობ, რომ რაღაცა ეს დირექტიული არ ვიყო, არ ვარ ზოგადად თვითონ ადამიანიც არ ვარ ესეთი. მიყვარს თბილად, მეგობრულად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ სიტყვას. იყოს ჩემთან ბავშვი და მართლა რეალურად ისწავლოს, რაც მე სულით მინდა მას გადავცე, ჩემი ცოდნა. ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილია, მაგალითად ვიწყებთ ყოველთვის ენერგაიზერით, ესე უყვართ ძალიან ბავშვებს, როდესაც რაღაცა ენერგიულად იწყება გაკვეთილი. მაქვს ჩემი პატარა დინამიკი, მობილური დინამიკი, რომლითაც ჩვენ ვიწყებთ გაკვეთილს ღიარულად, რა თქმა უნდა, ინგლისურენოვანი სიმღერები თემატურად და ცეკვავთ კიდეც მღერით და ძალიან ესეთი სასიამოვნო პროცესი ხდება შემდეგ. ის სირთულე, რასაც ბავშვები აუცილებლად აწდებიან გაკვეთილზე, რაღაცნაირად მე ამას ყველაფერს ვუპატივებ ამ ფორმით. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც შემოვიდნენ ბავშვები კლასში და უბრალოდ მე შევედი დამხდნენ ცოტათი ახალგებულები, და მოკლედ როგორც ხდება ხოლმე ერთმანეთი კონტაქტი ეთყობა ცოტა კონფლიქტი და გადაწყვეტეს რომ აი ოფისს ვცდილობენ რომ მომიყვნენ, მაგრამ მოდით მე ვთხარი ახლა გავიხსენოთ ეს და ვეთყობთ შეიძლება უფრო მეტად კიდევ გაიხსენოთ და გული გეტკინებს და თექვით და სიმღერით შევეგებოთ ახლა დავივიწყოთ და აი ესე გავაგრძელოთ, ეცადეთ რომ არ ვიფიქროთ, თქო და აი მე რა კარგი იქნებოდა, მე 5 კლასელ ბავშვებზე მას დავუყარი და მართლაც გავხიარულდით და მე თქვენს რომ ყოველთვის ჯობია რომ არ ვილაპარაკოთ და აღარ გავიხსენოთ ცუდი რამ და მივუტევოთ, ხო ჯობია ასე და რა თქმა უნდა ჯობია და მოდი ყოველთვის ესე შევხედოთ პრობლემას თუნდაც პრობლემისეულს და აი გაკვეთილიც ასე ვთქვათ ერთი ცხოვრებისეული დიდი გაკვეთილი არის მათთვის და რომ თუნდაც ჩემი პირადი მაგალითებით რომლებსაც პირად უყვებ თემატურად და როდესაც საჭირო არის აუცილებელიც არის და შეიძლება ასე მეტადაც კი რასაც მოითხოვს მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აი მოსწავლეების უსწრები ხდები ხო, აი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რასაც თუ გარდა ინგლისურის სწავლებისა ასწავლით თქვენს მოსწავლეებს? ხო, აი, ზუსტად მაგას გავაგრძელებ თემატურად, რომ ეს არის პირველ რიგში აუცილებლად ადამიანობა, ემპათიის უნარის ჩამოყალიბება. ყოველთვის მინდა რომ წარმოიდგინო თავიანთი მეგობრის ადგილას, სხვა ადამიანების ადგილას და ესეთი დევიზი გვაქვს ხოლმე და მე მაქვს მოსწავლეებთან მიმართებაში მოიქეცი სხვებს ისე როგორც შენ გინდა მოგეკცნენ და დევიზით მოვდივართ ჩემი სადამრიგებლო კლასი პირველი რომელიც მყავდა და უკვე ხა მეორე სადამრიგებლო კლასი ყავს მეორე კლასში არიან აი მაშინ დავისახეთ მე და ჩემმა პირველმა სადამრიგებლო კლასმა გამიხადეთ ასე ვთქვათ ცხოვრების გაკვეთილად რომ ყოველთვის წარმოვიდგინოთ თავის ხვის ადგილას რომ შემდეგ ჩვენს
პირიქით მოხდეთ და მათ წარმოიდგინოთ ჩვენ საქმეზე. ეს უფრო მარტივია ცხოვრება, მე ვფიქრობ, რომ ეს ზოგადად ასეც უნდა იყოს და შემდეგ რა თქმა უნდა პირველ რიგში ალბათ ეს და შემდეგ არის უკვე სწავლა, როდესაც შვიდად და ბედნიერად ვცნობენ. რა თქმა უნდა ბავშვები და სხვა რამეზე არ ფიქრობენ გაკვეთილზე და რა თქმა უნდა ყველანაირად ვცდილობ, რომ ვეუბნებო და შემდეგ უკვე თავაზე გადავიდეთ ჩვენს საკითხს. როგორ აი თქვენი ამ ჯილდოზე წარდგენა როგორ მოხდა ამაზე რომ ვესაუბროთ? ხო, აი ჯილდო და პრემიები მართალი გითხრათ არ არის ჩემი, ასე ვთქვათ, ინტერესის სფერო არ ყოფილა და სიმართლე გითხრათ არც მიფიქრია, მაგრამ როდესაც სკოლა გადაწყვიტა, რომ საკმაოდ ბევრი ნამუშევარი დამიკრობდა და მით უფრო ბოლო წლებში განსაკუთრებულად მქონდა უფრო ხმაურიანი პროექტები და როგორც საგნობრივად ასევე სხვადასხვა მიმართულებით მოდი რატომაც არა ცადოთ და შევკარი ჩემი ასე ვთქვათ პორტფოლიო საკმაოდ ფილოსოფიურად მიხდი გამოვიდა და რა თქმა უნდა შემდეგ მოხდა ის რაც მოხდა და აი ეხლაც არ ვარ მართლა აი გულწრფელად გეტყვით შოკიდან გამოსული რაც დღეს მოხდა თავს ეს იყო აი სრულიად ხო, აი თუ ფიქრობდით, როცა წალენჯიხიდან თბილისისკენ მიდიოდით, მე ახლა შემეცდები მე მაყურებელსაც ვაჩვენო კიდევ ერთხელ. ის კადრები, როცა გამოაცხადეს თქვენი სახელი და გვარი. მასწავლებლის ეროვნული პრემიით და 10,000 ლარით ჯილდოვდება წალენჯიხის მეორე სკოლის მასწავლებელი ქალბატონი ციალა ჭანტურია. ხო, ქალბატონო ციალა. არაფორმალური განათლების ძირითადი საყრდენი, საერთაშორისო ასპარეზზე მოსწავლეებისთვის გზის გამკვლელი, საოცარი შედეგის და საოცარი პედაგოგიური დამოკიდებულების მქონე ქალბატონი ციალა ჭანტურია. მაინც ადამიანი ალბათ სადღაც სკოლის სიღრმეში უშვებს, რადგან რამდენიმე დაახლოებით 600 მასწავლებელი მონაწილეობდა და შემდეგ ეს პორტფოლიოები გადაიხედა როგორც ვიგებ ამას შემდეგ უკვე დავინტერესდი, მანამდე არც დავინტერესებული ვარ და მოვხდი წალენჯიხიდან ორი მასწავლებელი ვიყავით და მთელი საქართველოდან იყო 160 დაახლოებით, საიდანაც და გამოევლინა 10 მასწავლებელი პრემიის და არ ველოდი, ხო, მაგრამ სადღაც ახლა გულის არა საერთოდ არა 100%-ით რომ არ მიფიქრია, არა დავუშვი, რომ შეიძლება მოხდეს ის რაც მოხდა. იმიტომ რომ არ ვიყავით ბევრი ბოლო ფინალამდე მისულები და რატომაც არა შეიძლება დავუშვი, იმიტომ რომ რადგან სკოლამ ჩათვალა ღირსად, რომ ჩემი კანდიდატურა წარედგინა, ალბათ სადღაც ვიყავი ღირსი და მადლობა განათლების საქმის სამინისტროს, რომ დაინახა შრომა რეალური ნამდვილი და გავხდი პრემიის მსხვერპელი. ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ აქედან ამ ჯილდოდან იწყება უკვე თქვენი მთავარი გზა და რას გულისხმობთ ამაში? დიახ, ვიტყვი იმას, რომ ეს ჩემი პირადი აღიარება და გამარჯვება არ არის მხოლოდ. ეს პრემია არის სიმბოლო, რომ მასწავლებლის შრომა ფასდება ნამდვილად და აღიქმება ისე, როგორც ქვეყნის მომავლის შექმნის საფუძველი. მე ასე ვფიქრობ. ნამდვილად. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი საქმე დაფასდა, დაინახეს და აი ასეთი დიდი შეფასება მოყვა. და კიდევ ერთხელ დიდ მადლიერებას გამოვთქვა ნამდვილად ყველა ადამიანის მიმართ. ჩემი სკოლიდან დაწყებული, რა თქმა უნდა, რესურსების ხელმძღვანელობით არც დამთავრებული, არც დაწყებული, ძალიან დიდი ნდობა გამოგვიცხადა ყველას ვისი მონაცემებიც გაიგზავნა, ეს არ ვიყავი მარტო მე.
და მადლობა ღმერთს, რომ ზოგადი შეფასება იმისა, რომ ძალიან მაგარი მასწავლებლები ყავს საქართველოს. ერთ-ერთმა შეფასებელმა გუშინ ინტერვიუში გუსმინე თქვა და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი იმ მაგარ მასწავლებლებში ერთი მასწავლებელი აღმოჩნდა ის ფლობელი და ძალიან ემოციური კადრები გავთვალეთ თქვენს გვერდზე, როგორ დაგვხსნა თქვენი მოსწავლეები სკოლაში დაბრუნებულს და ეს ალბათ მეტი ჯილდოა ხო მასწავლებლისთვის. რა თქმა უნდა, პროფესიულად ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული არის. კიდევ უფრო მეტი ენერგიით გავაგრძელო ჩემი საქმე და მომსახურო ჩემს მოსწავლეებს. ხოლო პიროვნულად არის ეს პასუხისმგებლობა, დიდი პასუხისმგებლობა, რადგან თითოეული გამარჯვება ახალ ამოცანას აყენებს და უფრო მეტად გიბიძგებს მეტ განვითარებას. და ჩემი მოსწავლეების სახეები ალბათ არც არასდროს არ დამავიწყდება. ყველაზე გულწრფელი მილოცვა და ყველაზე გულწრფელი სიხარული დავინახე მათ თვალებში და ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება და ზუსტად ვიცი, რომ აი ამ ციციმა თვალებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალიან შეგვიძლია. რა არის ის მთავარი თვისება ან უნარი, რაც უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, რომ ის იყოს ნამდვილი მასწავლებელი? მთავარი არის აი გულწრფელობა. როდესაც მოსწავლე ხედავს მასწავლებლის გულწრფელობას, ნამდვილ ადამიანს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის. იმიტომ რომ ყველაზე კეთილშობილი ასე ვთქვათ პროფესია არის მასწავლებლობა და ჩვენ უნდა ვიყოთ მათთვის მაგალითი. ჩემთვის ჩემი მასწავლებლები დღესაც მაგალითები არიან და განსაკუთრებით აქედან მოვიკითხავ ჩემს პირველ მასწავლებელს, ლუდმილა კორძახიას, ცოცხალი არის და ვერთხელ დიდხანს ამყოფოს კიდევ, იმიტომ რომ ის იყო ჩემთვის მისაბაძი ნამდვილად და მას ვაძაბდი ძალიან ბევრ რამეში. და სხვათა შორის არ ვიცი რაღაც ეთყობა მოხდა ისე, რომ ამ ზაფხულს მოვინახულე ძალიან ბევრი წლის შემდეგ, მართლა ძალიან დიდი ხანი არ მენახა და აი, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ, მაშინ თქვა, რომ აი ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის არის ის, როდესაც აი ასე მოდიხართ ჩემთან და მადლობას მეუბნებით იმ ღვაწლისთვის, რაც მე თქვენთვის მომიწვნია გამიკეთებია და სხვათა შორის დაუნიშნო, რომ ჩემი მასწავლებელიც იყო უმაღლესი ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი და მე მახსოვს ჩემი ემოცია, როდესაც მასწავლებელი ჩამოვიდა და ჩვენ დავხდით ზუსტად მსგავსი ანალოგიური იყო ჩემს ცხოვრებაშიც, როდესაც მე ვიყავი მოსწავლე და ჩემი მასწავლებელი ჩემს ადგილას შეიძლება მოვიყოფეთ. და რაღაცნაირად აი არის ბედის ირონია ალბათ მოხდა ასე და მე მიხარია, რომ ასე დამთხოვაც არის. ისიც რა მაინტერესებს, შემდგარი ციცი მასწავლებელი თუ გავს იმ პატარა გოგოს ცნობილ ადამიანებს, რომ უტარებდა ბავშვობაში გაკვეთას? ცოტა მომღალინად რომ მიიქნება, მაგრამ არ ვიცი, ხა დღეს მესმაც არ ვთვლი, რომ აი ეს კი საქართველოს გამიჩნდა ნამდვილად ათეული ყველა მასწავლებელი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი სიხარული იყო ყველასთვის ეს, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მასწავლებლის დაფასება, მე ვფიქრობ ქვეყანაში და ალბათ რაღაც არის ალბათ კი. არა, ჩვენ ყველა უნდა ძალიან ვამაყობს. ტალენტის ყველა გვერდზე ესეც სტატიები დოსათაურით, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ტალენტი ხელია. უდიდეს წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში და ვამაყობ და ბედნიერ მოსწავლეს. ბევრ წინსვლას. მადლობა რომ დრო დაგდითმეთ. ძალიან სასიამოვნო იყო. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული. დიახ, მასწავლებელი წალენჯიხიდან ციცი ჭარბურია.